არ ვიცი, მაგათი მოქმედებების ამოხსნა რას ელოდებოდნენ საერთოდ რატო ამხსნეს. ეგეც შემთხვევით გაუგებარია. ყველაფერი გაუგებარია, რასაც ისინი აკეთებენ. და რას ემსახურებოდა ალბათ დაჟჯას და უფრო მათი გაგებით ხალხში სახელის გაფუჭებას. აი იმედი დღეს უკვე გუში მქონდა გადაცემა, სადაც ჩემზე ამბობს, რომ მე ვარ უბრალოდ ბერი, ანუ უკვე მღვდელს არ მეძახის და ეს არასწორია, მე ვარ ჩვეულებრივად არქიმანდრიტი მოქმედების გარეშე. და იმათ უნდოდათ, რომ რამენაირად ხალხში ჩემთვის სახელი გაეფუჭებინათ, მაგრამ დააგვიანეს. მე ვფიქრობ, რომ არც თავში გამოვიდოდათ, მაგრამ დააგვიანეს, რადგან ხალხი მე მენდობა არა იმის გამო, რომ მღვდელი ვარ, არამედ იმის გამო, რომ მართალი ვარ. ამიტომ დღეს საქართველოში საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რა სტატუსი გაქვს. იმიტომ რომ ადამიანები ხედავენ, რომ უდიდესი სტატუსის მქონე ადამიანები სიცრუეს ემსახურებიან. ამიტომ სტატუსმა დაკარგა საქართველოში სახე. და ეს მიხარია. ადრე თუ ფიქრობდნენ, რომ ეპისკოპოსი არის და ის რასაც ამბობს უნდა დავიჯეროთ, დღეს ესე არავინ არ ფიქრობს. პირიქით. შეიძლება თქვან, რომ ეპისკოპოსია მაგის იმათვეს არ იტყვისო. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არაფერს არ ცვლის. შეიძლება შეეცვალა თუ მე შემეშინდებოდა და გავჩუმდებოდი, იმიტომ რომ ეს გასაჩუმებლად არის. მღვდელმოქმედების შეჩერება ნიშნავს, რომ ამიგრძალეს ნათლობა, ჯვრისწერა, სახლის კურთხევა, რასაც ძირითადად რასაც მღვდელი აკეთებს. ვიყავი წინამძღვარი, არა ვარ წინამძღვარი, ამიგრძალეს წირვა, ამ წირვაზე ხალხს ღებულობ და ეს ყველაფერი არის მღვდლისთვის ის გარეგნული მოქმედება, რომლითაც მღვდელი უბრალოდ არსებობს და ამავდროულად ადამიანებს უკეთებს სიკეთეს, ოღონდ გარეგნულს, ხო? და მე თვითონ ამას ცუდად ვაკეთებდი, იმიტომ კი არ ამიგრძალეს. არამედ ლაპარაკობდი იმას, რაც მათი აზრით არ უნდა მეთქვა. ამიტომ ეს ამის აკრძალვა საერთოდ რატო რა მიზანი ჰქონდა, მე ვერ ვგებულობ, იმიტომ რომ არავის არ უთქვამ ცუდად მოვნათლე ან ცუდად წირე ან რამე ცუდად გავაკეთე. ისინი ამბობდნენ, რომ მე ცუდად საუბრობ და ამიტომ მე ჩემს საუბარს არ შევცვლი. პირიქით, ჩემი საუბარი უფრო თავისუფალი იქნება იმ გაგებით, რომ მე შემიძლია უკვე ვისაუბრო უფრო თამამად, რადგან ცდილობდი თავიდან, რომ აი როგორც მღვდელს ისე მესაუბრა შიგნიდან, ეკლესიის შიგნიდან და ბევრი რაღაცისგან თავს ვიკავებდი, რადგან მაინც კოლეგიალურობას ისინი ითხოვდნენ და თითქოს ამბობდნენ, რომ თვითონ კოლეგები იყვნენ და ძმები ვიყავით და მე ვიცოდი, რომ ძმები არ ვიყავი და ისინი მე თავიდან მიმემტერებოდნენ და რაღაც ორმოებს მითხრიდნენ, მაგრამ მაინც ცოტა კორექტულად ვიყავი, თუმცა ეხლა უკვე პირდაპირ ვამბობ, რომ ესენი ეკლესიის მტრები არიან, არა თუ ძმები და ეს მე არ გამაჩვენებს. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მე ეხლა მღვდლობიდან გამკვეთავენ თუ არა. თუმცა ჩემი მღვდლობიდან განკვეთა არ შეუძლია სინოდის გარდა არავის. პატრიარქსაც არ შეუძლია მღვდლის მღვდლობიდან განკვეთა წესების მიხედვით. ერთპიროვნულად არ შეიძლება ეს სინოდმა უნდა გააკეთოს. ამათ ეშინიათ სინოდის მოწვევის. იმიტომ რომ
მოსაყდრე მიცის, რომ სინოდი არ არის ყველა ისეთი სინოდის წევრები, როგორიც თვითონ არის და რა აქვს ის მიზანი, რა მიზანიც თვითონ გააჩნია ყველას და იქ არიან ადამიანები, რომლებიც მას არ დაეთანხმებიან. ხო და ამიტომ ის არ იწვევს სინოდს და სანამ სინოდს არ მოიწვევს, მანამდე თვითონ მართავს. იმიტომ რომ სინოდი არის მართველი ძალა ეკლესიაში. და საერთოდ პატრიარქს თავისი ძალაუფლება აქვს სინოდიდან სინოდამდე. სინოდი ანიჭებს პატრიარქს ამას და სანამ სინოდი არ იქნება, პატრიარქი განაგებს სინოდის დროს, სინოდი ამბობს სიტყვას. და შიომ დაიწყო უკვე პატრიარქობა, პატრიარქთან ვისაც უნდა იმას უშვებს და ვისაც არ უნდა იმას არ უშვებს. აი წარმოიდგინეთ ახლა ირაკლი კობახიძე, რომელმაც პრემიერი ეწოდინებათ, რომელმაც დაწამლა ხალხი, ახალგაზრდები, საქართველოს მოსახლეობა, უბრალოდ იქ რუსთაველზე მცხოვრები ხალხი, ბავშვები, სკოლის მოწაფეები და ეს ისე თავისუფლად და თამამად შეედის პატრიარქთან და ხელზე ემთხვევა და სურათებს იღებს და არქიმანდრიტს არ უშვებენ. მამა ილია მოითხოვა, რომ შემიშითო პატრიარქთან და არ შეუშვეს. ეს კატასტროფაა, როცა პატრიარქთან არ უშვებენ თავის არქიმანდრიტს. ეს ნიშნავს იმას, რომ შიომ ჩვენთვის ჩაკეტა პატრიარქი და თვითონ დაიწყო პატრიარქობა. და ნაადრევია მისი პატრიარქობა და საერთოდ უდრო არის და უადგილოც. ეხლა ცოტა ფიზიკურად გავხდი ცუდად. ეთყობა ესეც ღვთისგან იყო, რომ ცოტა ფიზიკურადაც დამესვენა. 1-2-3 დღეა არ ყოფილვარ რუსთაველზე, მაგრამ იქიდან ყოველდღე მირეკავენ და ყოველდღე მეხმაურებიან და ყოველდღე გებულობენ რა დღეში ვარ, როგორ ვარ, რა მჭირს და ასე შემდეგ განიცდიან ჩემს მდგომარეობას. სულიერად ვარ ძალიან მხნედ, ფიზიკურად გამოსწორდები მალე და მალე შეუერთდები. ჩემი შეიცვლება მხოლოდ იმით ჩემი ცხოვრება, რომ უფრო აქტიური გავხდები ამ პროცესში, რასაც საქართველოს განთავისუფლება ქვია.